საუკეთესო მამა უნდა იყოს მზრუნველი, ყურადღებიანი და დიდ დროს უნდა ატარებდეს საკუთარ შვილებთან. შენი მეგობრები მოდიან, ყეფა კი არა უტეხო ეხლა დაჯექი და გაატარე. მსოფლიოში მამა ჩემი არის საუკეთესო მაშინაზოზე. მოდი ჩემთან. მოდი. მოდი. ესე იგი გოგოებმა თქვეს რომ ლაშანოზადე საუკეთესო მამაო, ძალიან ხმამაღლა ჟღერს, რა ვიცი. კი ვსწრილობ გულით, მაგრამ მათი შეფასება უფრო მნიშვნელოვანია, მგონი ვიდრე ჩემი. ხო არ საუკეთესო მამა. ხარ. ჩემთვის ხარ. ყოფილვად ფაქტია. შვილებთან ურთიერთობისთვის აბსოლუტურად ყველა ფერს გვერძევდებ და ყველანაირად ვცდილობ, რომ მეტი დრო, მეტი ერთად ხატვა, მეტი ერთად რეპეტიციები, მაგრამ მაინც მონატრებულ რეჟიმში ვარ, ცხოვრებიდან, სტილიდან გამომდინარე ცხოვრების, მაინც ითვლება, რომ უფრო მეტი დრო სჭირდებათ. მე ძალიან მიყვარს მამაჩემთან ერთად ხატვა და ერთად რომ ვღერივართ სიმღერებს. ჩემო ლურჯ თვალა, სალამო. მერე? წუთი თუ გაგახსენდები. მე და ლაშა ძირითადად საქმეზე ვლაპარაკობთ ხოლმე რეპეტიციებზე, სპექტაკლებზეც დავდივართ ხშირად ერთად და ძირითადად ჩვენ საქმეს განვიხილავთ ხოლმე. მენი მომავალი მსახიობი ყავს და უკვე როლების კეთების პერიოდში შევიდა და პროფესიიდან გამომდინარე პირდაპირ ჩემი საქმეა, რეჟისორი გახლავარ და მსახიობებთან მუშაობა, მაგრამ როცა შვილს ეხება და მის ყურებას რომ ეხება, რა ვიცი, ალბათ ერთი 10 ჯერ კვდები და 10 ჯერ ვიბადები, სანამ მის მონოლოგია ნარგილი გაივლის. ხატია იმდენად დამოუკიდებელი ტიპია პროფესიულ თვალსაზრისით, ალბათ თვითონ გაცურავს რა ესე რომ ვთქვა და ნინიკომ რომ მსახიობობა გადაწყვიტა, ძალიან გევინერვიულა თავიდან, მაგრამ ნუ შვილის ნება ღვთისნებაა რაღაცნაირად წინ ვერ წავედი. სიმართლეა საჭირო შვილებთან ურთიერთობაში, რომ სიმკაცრე არ დახვჭირდეს, ესე მგონი. სიმკაცრე თითქოს ჩვენ საქმეს ძალიან სჭირდება დისციპლინის თვალსაზრისით ვამბობ, მაგრამ ნუ ის რომ ეხა შვილებს სიმკაცრით რამე გააგებინოს, სწორი არ მგონია, უფრო სიმართლით და ახსნით ჯობია. აი საერთოდ არ არის მკაცრით სიმართლე რა ვთქვა, ვერც აღვიქვამ და ვერ ვუყურებ, როგორც აი მშობელი და ასე შემდეგ. ჩემთვის უბრალოდ კარგი მეგობარია, რომლის ყოველ დარიგებას და რჩევას ვითვალისწინებ ხოლმე. ყველაზე მარტივი ფერის შეხამებიდან რო იწყება, რომ ეს გიხდება თუ ის მიხდება, ერთმანეთს რჩევას არ იმასშვებით, არ ვაკლებთ, მაგრამ ის მნიშვნელოვანი რჩევები, რაც ცხოვრებაში უნდა გამოადგეთ, ალბათ უფრო პრაქტიკაში გვაქვს და მიმძიმს ახლა ამაზე ესე შვილების წინ საუბარი, მაგრამ ძირითადად რჩევებს აი ამას ვაძლევთ, რომ დაგვიჯეროს. ვამიკოს სიმღერის წერის პროცესს თუ შესწრებიხართ, აი ჰიტები რაც არის. კი, როგორ იწერებოდა? და უნდა ითქვას, რომ რამდენჯერმე დავხმარები ვარ კიდეც. კოლექტიური შრომის არ გვერიდება და მოულოდნელ ადგილებში იწერება სხვათა შორის, რა, აი გომის მთაზე, სახლში, რა. ესე ოფიციალურ წერაზე არ დამსხარვართ, მაგრამ პროცესში ბევრჯერ ყოფილვართ ერთად. ლაშა იყო სხვათა შორის პირველი, ვისაც აი ურთიერთობებზეც, მაგალითად, აი პირველ სიყვარულზე და ასე შემდეგ ყველაფერზე მაგებინებდი ხოლმე ლაშას და ამის არ გვერიდება, კი, ეს ძალიან ღია თემაა ჩვენთვის. 19 წლისას ყავდა ნინიკო რა, რომ წარმოიდგინო და 18 წლიდან რომ აქ ფიქრებში ხარ, ეხა მამა გახდები და იმიტომაც არის ამხელა და ვარ ბედნიერი, მახსოვს კი არა, არ დამავიწყდება ცხოვრებაში. ეგ წამი. რამ შევკვრა და ეს იყო, ნუ ნინიკოს მობრძანება მიწაზე. შოკიც იყო კი, თან მოლოდინის რაღაცნაირად ჰქონდა, ნუ იმ სიყვარულს თან ახლავს ყოველთვის ახლა ეს, რომ ღმერთონე და შვილი როდის იქნება და რაღაცა ეს ყველა წვილის ფიქრშია, მაგრამ ჩვენთან იმდენად სწრაფად მოხდება ისეთ პატარა ასაკში, რომ
19 წლისები ოფიციალურად აგი ნინიკოს მშობლები ვიყავით. დაიღიმე. ეს როგორი ურთიერთობა, როგორად გია ცნობილი, მაგრამ მათ შემთხვევაში ასაკში არის 10 წელი სხვაობა და ნინიკოს შეგვიძლია მეგობარს მოუწია ნადიასთვის დობაც. და ხო ის ნუ ეხლა ნოტსო პირველი ტიპია და ცოტათი უჩიკინებს, მაგრამ მინდა უბრალოდ მენეს. კალკან იმას დავაგება ანგოლოდროს ყველაზე მეტად ჩემთვის ეგ არის ერთადერთი რაშიც ვერ შეუნარჩუნებს მოსალაშეულობის ვერც რაღაც მაპატიებს პარკლებში შეიძლება ვერ ჩავიდე, იმიტომ რომ ეგ საერთოდ რაში წერია და ვისი რა დადგენილია ვერ გავიგე, თუმეტეს ორი სკოლოს მამარობა რომ დაბრუნდა. არ ვიცი, ძალიან საშიში გავხდები ალბათ ჩემს თვალს რომ ნებისმიერი ფაქტი მასეთი დავნა. არ ვიცი, მან ვერ ვაგონდები. ხო არ დამიჯერე. ბევრი შვილები მამებო მეტი საშუალება მოგცეთ ღმერთმა რომ რაც შეიძლება ბევრი ყვავდეს ჩვენი მზეები და ჯანზე იყავით და მაგრად იყავით. თქვენი იმედი აქვს შვილებს საერთოდ. გილოცავთ დამდეგ შობა ახალწელს. ბედნიერები იყავთ. მეც გილოცავთ ყველას დამდეგს. საუკეთესო სურვილებით, ბედნიერებას და ულევს სიხარულს გისურვებთ.